საქართველოში ახალი ბიზნესმენთა გაერთიანება იქმნება, რომლის შექმნის მიზანი ქვეყანაში ბიზნესის განვითარება და ხელშეწყობაა. ახლად შექმნილი გაერთიანება მიზნის მისაღწევად გეგმავს მჭიდროდ ურთიერთობას როგორც ხელისუფლებასთან, ასევე ადგილობრივ და უცხოურ ბიზნეს ასოციაციებთან. ამ წუთებში ბიზნესმენთა გაერთიანების საინიციატივო ჯგუფი სასტუმრო Sheraton მეტეხი პალაში ინიციატივის პრეზენტაციას აწყობს. საინიციატივო ჯგუფში 20 კომპანიაა გაერთიანებული. სოფო ოხანაშვილი გვერდთობა Sheratonიდან პირდაპირ ეთერში. სოფო, რას აცხადებენ ბიზნესმენები, რამ განაპირობა გაერთიანების შექმნა? ნინო, პირველ რიგში მოგახსენებთ იმას, რომ პრეზენტაცია უკვე დასრულდა, რაც შეეხება ბიზნესმენების განცხადებას. ისინი ამბობენ, რომ ისინი მიესალმებიან მსგავსი ტიპის გაერთიანების შექმნას და მათი ძირითადი არგუმენტები არის ის, რომ ასეთი ტიპის გაერთიანებები ხელშეუწყობს ბიზნეს სექტორში არსებული პრობლემებისა და ინიციატივების შეჯერებას და შემდეგ უკვე მჭიდრო თანამშრომლობის დამყარებას როგორც ხელისუფლებასთან, ასევე ადგილობრივ და უცხოურ ბიზნეს გაერთიანებებთან. ბიზნესმენების განმარტებით, ასეთი ტიპის გაერთიანებები ხელშეუწყობს არა მხოლოდ ბიზნესის განვითარებას, არამედ მთლიანად ეკონომიკის განვითარებას ქვეყანაში. ჩვენთან საუბარში საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ამ გაერთიანების მიზანი რაც შეიძლება ბევრი ბიზნესმენი გაერთიანონ, მათი პრობლემები მოისმინონ, მათი ინიციატივები გაიზიარონ და შემდეგ უკვე ბიზნესის განვითარებაზე სწორედ საქართველოში მოღვაწე ბიზნესმენების გამოცდილების, მათი პრობლემებისა და ინიციატივების გათვალისწინებით მოხდეს. საინიციატივო ჯგუფი მიზნად ისახავს, რომ ჩვენ რაც შეიძლება მეტი ქართული კომპანია, ქართული ბიზნესმენი გავაერთიანოთ ასოციაციაში, დავიცვათ მათი ინტერესები, გავიგოთ სწორედ მათ რა პრობლემები აქვს, რა საკითხები აწუხოთ და მაქსიმალურად მოვეხმაროთ ამ საკითხების გადაწყვეტაში. ჩვენ პირველადი განაცხადი გავაკეთეთ ამ ასოციაციის ჩამოყალიბების შესახებ საინიციატივო ჯგუფმა თვენახევრის წინ და ამ პერიოდის განმავლობაში ძალიან ბევრმა ბიზნესმენმა, ძალიან ბევრმა სხვა სფეროს ბიზნეს წარმომადგენლებმა გამოთქვა ინტერესი და დაინტერესდა. სოფლიოში არის ზოგადად აპრობილებული, რომ არსებობდეს ეროვნული ბიზნეს ასოციაცია გაერთიანება, რომელიც მოახდენს და მე მგონი უმთავრესი მიზანი აქ დაფიქსირებული იყო ჩვენი მეგობრების და კოლეგების მიერ, იქნება რომ მოხდეს ინსტიტუტალიზაცია სახელმწიფოსა და ბიზნეს შორის დიალოგის და ეს იყოს რეგულარულ რეჟიმში და მოხდეს ამისი ფორმალიზირება. ბიზნეს გაერთიანება მნიშვნელოვანი იქნება და გადამწყვეტი იქნება რაღაც სიტყვა მაშინ, თუ სახელმწიფოსთან, საკანონმდებლო ორგანიზაციებთან იქნებიან სწორ კოორდინაციაში. თუ ერთად იმუშავებენ, ერთმანეთს გაუგებენ. თუ ერთმანეთის ხელშეწყობა იქნება, ერთმანეთს აზრთა და გაზიარება. წინააღმდეგ შემთხვევაში თუ ეს იქნება რაღაც ისეთი, რომელიც ნებისმიერ გადაწყვეტილებას ჩაუდგება, თქვა კრიტიკაში და არასწორ გადაებაში, იქნება რაღაც წარმონაქმნი, რომელიც გარდა დაიშლება. ორგანიზაცია თანამშრომლობით უნდა გახდეს ერთგვარი ხიდი ბიზნესსა და ხელისუფლებას შორის, ხიდი ბიზნესსა და საზოგადოებას შორის. საჭიროა გაზრდეს საზოგადოების შემდგომი ინფორმირებულობა იმის შესახებ, რომ რამდენად მნიშვნელობა ენიჭება ბიზნეს ზოგადად საზოგადოებრივი განვითარების საქმეში. ძლიერი ბიზნესი არის საწინდარი ძლიერი ეკონომიკის, ხოლო ძლიერი ეკონომიკა კი ქვეყნის განვითარების, მისი სტაბილური განვითარების სხვა კუთხედია და აი ამ ამოცანების მიღწევაზე იმუშავებს ახალი ასოციაცია. ახალი ბიზნეს ასოციაციის შექმნის ინიციატივის პრეზენტაციას დღეს 100-მდე კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა. ისინი ამბობენ, რომ მზადყოფნას გამოთქვამენ ამ გაერთიანებაში გაწევრიანებისთვის. რაც შეეხება უკვე შემდგომ ნაბიჯებს, როგორც საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებმა ჩვენთან საუბარში განაცხადეს, 8 ოქტომბერს უკვე იგეგმება გაფართოვებული ყრილობა, სადაც აირჩევენ ამ ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტს და უკვე დამტკიცდება წესდებაც და მოხდება წევრების შერჩევაც და დარეგისტრირებაც. მადლობა სოფო, Sheratonიდან პირდაპირ ეთერში სოფო ოხანაშვილი გვერდთვებოდა. რუსეთის